საზოგადოებისთვის სამომავლო გეგმების გაცნობას ვასრულებთ მიმართულებით, რომელიც ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ეს არის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულება, რომელიც ჩვენთვის უკვე მიღწეული გარკვეული შედეგიც არის და, რა თქმა უნდა, სამომავლო გამოწვევაც. მე აღარ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, თუ რა ნაბიჯები გადავდგით ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული მიმართულებით. ამ ყველაფერზე ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოები მეტყველებს. ქალაქში მაგალითად აღარ მოძრაობს ტრანსპორტი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა. გახსოვთ თუ რა მდგომარეობაში იყო როგორც ავტობუსი, მიკროავტობუსი, დანგრეული, გაუბედურებული, ძირგამომპალი, რომელიც ასევე ეკოლოგიურად ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა ქალაქს.